დილამშვიდობის, როგორ ხართ? ნახეთ რომიანა მისვია. ის ჩამომივიდა ფუნჯი, ჯუმი და გამოვიწერეთ, ძალიან კარგი ხალისი ჩამოვიდა და ხალისი მომივიდა, რომ რომიანა წავისვა. ანუ პატარა მქონდა ხოლმე და ის ანუ ანაწილებოდა ისე, რომ ლამაზად გამოსულიყო და ეხა ძალიან მომწონს, დიდი ფუნჯია და ძალიან ლამაზად გამოდის რომიანად. ვისმე უკვე რამდენიმე დღეა გუშინაც მქონდა გაკეთებული. როგორ ხართ ჩემო სიხარულებო? ხომ ხართ კარგად ყველა? იმედი მაქვს, რომ ასია დღეს ჩემი სიყვარული ბიჭი სკოლაში მიდის და მეც მიხარია. იცით როგორ მიხარია, რაღაცნაირად ყოველ დღე რომ უნდა გავიდე გარეთ, მინდა არ მინდა ხომ უნდა გავიდე ხა, მათე უნდა წავიყვანო. ჯერ ვერ ივლის თვითონ, ალბათ მე-5, მე-6 კლასამდე რაღაცნაირად მარტო ვერ გავუშვებ ხოლმე. ესე ძალიან ახლოც არ არის, აი აქვე რო იყოს სკოლა. გზა უნდა გადაჭრას 1 გზა, 2 გზა და მომიწევს ხოლმე რომ ვატარო და მიხარია სხვათა შორის. მშვენივრად მოვდიოდით ხოლმე და რაღაცნაირად მეც ვიყავი უფრო აქტიური. ხო და დაიწყება ეხა ისე ჩვენი აქტივობა. სკოლაში ვივლით, მერე სადმეც გავივლით ხოლმე სკოლიდან და ესე, რავი, მიხარია ერთი სიტყვით. ყველაფერი არის ძალიან კარგად. ყავა მინდა ეხლა გუშინ, ღამე, ჯერ არ გამირეცხია აქ მაქვს. რამდენიმე ჭიქა და ტაფა. ჯერ ყავა უნდა დავლიო. არ მინდა ეხლა გარეცხვა მაგისი. ძალიან გვიან არა ისინი გავრეცხი ჭიქები და ეს კიდე დღეს დალიეს დილით უკვე სანამიავდექი. მაგრამ ტაფა დამრჩა რა, იყლიყო შემაწვევინეს პირველი საათი იყო დაწყებული. აი მაგითქოს ხო და ჯერ ყავას დავლე, ასა დაიმჩქარება. გავრეცხავ მაგ ჭიქას. ყავა მინდა, აქ ბლინები მქონდა და ალბათ მიიქვა, აღარ არის, მაგრამ ბულკები არის. ბულკები მაქვს. ესეც ცოტა კიდე უნდა გამოვაცხო. ყველაზე გემრიელი ჯემით მომზადებული ბულკები, ყველაზე გემრიელი, ესეთი მე არ მიჭამია ნაკიდი. დაგიწერეთ რეცეპტიც ჩემო გოგოებო, იქ ვიდევს კომენტარებში ავპინე და რა ვიცი გამოვაცხეთ, აბა თუ მოგეწონებათ, ძალიან მოგეწონებათ, თუ კი არა ძალიან მოგეწონებათ, ისეთ გემრიელი გამოდის. ხო. აი ესეთი ამბავი პატარა ვიდეოთი მოვედი, დილით, იმიტომ რომ მე მათე უნდა გავამზადო. და წავიდეთ სკოლაში, წიგნების სასახები გვაქვს. იმიტომ რომ მე რო გადავედი წიგნები მივიტანე, ჩავაბარე. ხო და შევუდგეთ სწავლა განათლებას. ციტყვა დავლიოთ. აღარ ვარ სასწრაფო. არის. ხო, ყინავთო. მომწერეთ თქვენ, რომ ყინავთო ძესო ძალიან კარგიაო. თუ არ გჭირდება უყინავთო, მე გადმოენა ჩვეულებრივად და გაადნო და გამოიყენებ. მაგრამ მე ხოლმე ვყიდულობ სულ იმას საფრია. ერთი კვირა ძლებს ხოლმე რა, არ გუჭირდება 5-ის წეს. ნუ ესეც ძალიან ცოტა დარჩა, ეხლა არ არის ისეთი, რომ ძალიან დამენანოს. ცოტა დარჩა. როგორ მიყვარს ძალიან მიყვარს ჩემი ქოთა რომ მოვდივარ ვიდეოს ვიღებ, ეს ყველაფერი ძალიან მიყვარს და მაბედნიერებს.
მიწევთ ხოლმე ხშირად გოგოებო, რომ როგორ მიყვარსო, გვიყვარსო შენი სიშვიდეო და შენი მშვიდი გარემო. ეს იქნებ ვინმეს დავეხმარო. უნდა გესაუბროთ ახლა ცოტა ამ თემაზე. როგორ ვინარჩუნებს იმ მშვიდეს? ამაზე ცოტა ვიფიქრე. იმიტომ რომ მინდოდა ამაზე საუბარი. ატომაც არა, თუ ვინმეს რამით დავეხმარები, მით უმეტეს რომ ეს ყველაფერი მოგწონთ. ალბათ ეს არის ხასიათი. რა თქმა უნდა, ჩემი. მაგრამ ძალიან დიდ როლს თამაშობს ცოდნა ბიბლიური. ეხა დილით რო გავიღვიძე, რაღაცნაირად დასვენებული რო არის გონება, ხო იცით რა კარგი აზრები მოდის ხოლმე დილით. ხო და მოვიდა ის აზრებს ხო ვერ ვაკონტროლებთ ჩვენ, ანუ როგორ არა ვაკონტროლებთ, შეგვიძლია აზრების გაკონტროლება, ანუ შეგვიძლია კარგზე რო ვფიქროთ. ეგ შეგვიძლია, მაგრამ აი რა აზრი მოვა? ეგ არ ვიცით. რა აზრი მოფრინდება? ეგ არ ვიცით. თუმცა ჩვენ შეგვიძლია რომ კარგზე ვიფიქროთ. თუ მოვა ცუდი ფიქრები, შეგვიძლია ეს ანუ ამას ეს არ გავაცოცხლოთ. როგორც ჩიტი მაგალითად რომ მოფრინდება უცბად. აი უცბად მოფრინდება შენ თავზე ზემოთ და ბუდეს არ აშენებინებ თავზე, აი არა დაისვავა აქ და არ გაკეთებინებ თავზე ბუდეს, ზუსტად ეგრე არის. აზრები. არიცი როდის რა მოფრინდება. მე არ ვეთანხმები ხოლმე იმას, რომ არასოდეს არ ვეთანხმები, გამიგია ფსიქოლოგებისგან, რომ ეს უნდა გაატარო შენში, მისცე უფლება, რომ ეს აზრი რაც მოდის, ფიქრები თუნდაც ცუდი, ალბათ, მისცე უფლება ამას, რომ გაიარო შენში და იფიქრო ამაზე, დაუფიქრდე და ანუ განიცადო. რავი, არავითარ შემთხვევაში ჩემი აზრით. პირიქით. თუ რამე ისეთი მოფრინდება, როგორც ჩიტს არ მისცემ უფლებას, რომ თავზე დაგაჭდეს, ბუდი აიშენოს და აცხოვრო აქ შენ თავზე, ისე ცუდი აზრები არ უნდა ყვებო, არ უნდა გააცოცხლო, არ უნდა მისცე უფლება, რომ ამან შენში რაღაცნაირად ფესვები გაიდგას. მე ვფიქრობ ასე. ხო, სიმშვიდე კიდე ჩემში რაც არის, ეს ნახეთ როგორ არის. ბიბლიური ცოდნა რაც მაქვს, აი თუნდაც ერთი მოვიყვანოთ. ეს იმდენად არის გამჯედარი გონებაში, რომ ყოველდღე კი არ ვფიქრობ ამაზე, მაგრამ აი ძალიან მაგ გონებაში უკვე გამჯდარი და იმითი ვცხოვრობ. იმ ცოდნით ვცხოვრობ. აი მაგალითად, იესო ამბობს ესეთ სიტყვებს, რომ ნუ იწუხებთ ხვალინდელს. ეს ისეთი მაგარი სიტყვებია, გოგოებო. ეს არის აქ და ახლა ყოფნა, რომ დაუფიქრდე. და ამას ძალიან ბევრი აი მედიტაციებით და მთელი ამბებით ხოლმე ცდილობენ რომ ამ ყველაფერს მიაღწიონ. თან ძალიან დიდი დრო თითქოს ჭირდება ამას და თითქოს ზოგჯერ არც გამოსდით და აი ძალიან ბევრი უნდა იშრომო რომ ამას მიაღწიო. არა და ისეთი მარტივი არის. თუ ამას კითხულობ, აი ბიბლიის კითხვა, მინდა თავიდან დავიწყო ახალი აღთქმის კითხვა.
ახალი აღთქმა, მინდა დავიწყო თავიდან. იესოს ცხოვრება ძირითადად ახალ აღთქმაშია, ხო? ძველ აღთქმაშიც არის რაღაცეები, ნაწინასწარმეტყველები რო იყო, რომ იესო უნდა მოსულიყო და ის, მაგრამ ძირითადად იესოს ცხოვრება ეს არის ახალი აღთქმა. ხო და ისეთი მარტივია, ისეთი მარტივად თქვა ეს იესო. ხვალინდელზე ნუ იწუხებთო. შეხედეთო ჩიტებსო, ისინი არ წუხან. მაგრამ ღმერთი მათ არაფერს არ აკლებს. არც თესავენ მით უმეტეს. ეხლა ჩვენ უნდა ვიშრომოთ, რა თქმა უნდა. ჩვენ ადამიანი რო შექმნა ღმერთმა, ხო? ედემის ბაღში რო დაასახლა, ფაქტიურად მებაღი არის, ესე გამოდის ადამიანი და უნდა იშრომოს ბაღთან, უნდა კონდეს ურთიერთობა, ხო, ეს ეხლა რაღაცეები ძალიან ბევრი რამე შეიცვალა, ფაქტიურად ჩვენ აი გარშემო, ჩემ გარშემო კორპუსებია და მე თვითონაც აქ ვცხოვრობ, ხო, კორპუსში, მაგრამ ფიქრები, სწორი ფიქრები, თუნდაც მე რა ბინაში ცხოვრობდი კორპუსში, ხო? ეს სწორი აზროვნება გეხმარება ძალიან. როცა კითხულობ ამ ყველაფერს, რაც ბიბლიაშია და ხშირად აღარ გიწევს ძალიან დიდი ხანი ისა ფიქრი და ბრძოლა ამაზე, რომ ამას მიაღწიო. ძალიან მარტივია, რომ ხვალინდელზე არ იწუხო და აი დღეს ყველაფერი გაქვს აქ და ახლა. სინამდვილეში წარსული და მომავალი, ჩვენ რაზეც ძირითადად განვიცდით ხოლმე, მომავლის შიში გვაქვს და წარსულზე ვნერვიულობთ. თორე აი ეხლა ეს სენერვიულ არაფერი არ არის. აქ არის სიხარული, აქ არის სიმშვიდე, აქ არის ბედნიერება, აქ არის სიყვარული, აქ არის ყველაფერი კარგი, ხო? ხო და ძალიან მარტივად თქვა ეს იესომ, რომ ნუ იწუხებთ ხვალინდელს. ანუ იყავი აქ და ახლა. თუ გაქვს დღეს საზრდო, ტანსაცმელი და თავშესაფარი, შენ ხარ ბედნიერი. შენ ხარ ბედნიერი. და ამითი დატკბი. შეახსენე შენ თავს ეს მალმალე. რომ სათხარ აქ უნდა იყო. და ფიქრეთ, რაც შეეხება მაგაზეც თქვა იესომ, კარგზე იფიქრეთო. მაშინ იტყოდა, რომ რა ვიცი, ნებისმიერი ფიქრები სასარგებლო არის ჩვენთვის და ჩავუღრმავდეთ, გავატაროთ ეს იწვევს მხოლოდ და მხოლოდ დეპრესიას, გოგო. მეტი არაფერს. დეპრესიას. რა თქმა უნდა რაღაცეები დაგეგმო. კარგი ეს, ეგეც კარგი. კარგი. კარგი, ჯანმრთელი, ჯანსაღი გეგმები, ფიქრები და ოცნებები კარგია. ეს კარგია, ამას ვეთანხმები მეც. მაგრამ ძალიან გრძელვადიანათაც არა, იმიტომ რომ შეიძლება მე თუ არ შეგისრულდა ეგ ყველაფერი, მაგარაც გამოიწვიოს დეპრესია, ჩვეულებრივად. აუხდენელი ოცნებები და ფიქრები, რა თქმა უნდა, გამოიწვიოს დეპრესიას. ანუ ძირითადად დღევანდელ დღეზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რომ ვართ აქ და ახლა. და ეს იმდენად მაქვს მე გამჯდარი შინაგანად, რომ ეს სიმშვიდეს მგვრის, აი რაღაცნაირად. და მაგიტომ ვარ მშვიდი. ძალიან ბევრი რაღაცები გადავიტანე ეხლა მე წინა პერიოდში, ზაფხულის პერიოდში, მაგრამ აი ყოველდღიურად მამაჩემი ძალიან ცუდად რო იყო და უკვე რომ აი არ ვიცი რა, ფაქტიურად იმპაქტს განიცდიდა ჩვენ თვალწინ, გულის იმპაქტს განიცდიდა და ამას ვუყურებდი და ყველაფერს ვაკეთებდი, რაც შემეძლო და მაინც სიმშვიდე მქონდა შინაგან. შვიდად ვიყავი მაინც, არ ვიყავი ძალიან აფორიაქებული. ანუ ვაკეთებდი ყველაფერს, რაც შემეძლო.
ასე რომ ეს შესაძლებელია, ამას მინდა ვიგონებ, ეს იესომ თქვა, ბიბლიაში წერია და შესაძლებელია, რომ ხვალინდეზე არ ვიცუხოთ, ერთადერთი ჩვენ ადამიანებს, რაც შეგვიძლია ეს არის, გოგოებო და ბიჭებო, თუ მისმენთ. ეს არის, რომ ჩვენი ფიქრები ვაკონტროლოთ. მეტი არაფერი არ შეგვიძლია იმართლა, არაფრის შეცვლა არ შეგვიძლია სხვა. მიდის ყველაფერი თავისთავად. აი შენ ვერაფერს ვერ ცვლი. ესეც ბიბლიაში წერია. შენ თმაზე ერთი ღერი რო გაათეთრო ან გააშაო. ეგეც არ შეგიძლია. არაფერი არ შეგვიძლია. ერთადერთი ფიქრების კონტროლი შეგვიძლია და ეს გავაკეთოთ. კარგზე ვიფიქროთ. ერთადერთი რაც შეგვიძლია ეს არის. და ესეც არ გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია. ეს გვრის მერე ადამიანს სიმშვიდეს და ყველაფრის საიდუმლო არის. მე ვფიქრობ. კარგზე ფიქრი. აი კიდე უფრო კარგად რო ახსნა, რა შეიძლება ვთქვა, იცით? სიყვარული. ღმერთი ხო სიყვარულია. შენ ხო ყველას სიყვარული გვინდა. სიყვარული გვინდა ყველას. ვისაც არ უნდა გითხო. ყველა გეტყვის რომ დაფიქრდება, სიმდიდრეზე მეტად სიყვარული უნდა ყველას. მაინც, იმიტომ რომ ეგ ვართ. საწყისი ეგ არის, ჩვენ ერთი მთლიანობა ვართ და ეს სიყვარულია და დაიჭირე მომენტი სიყვარულისა და არ გაუშვა ეს მომენტი. და სულ ეძებე. აი შენი შვილი რო გიყვარს უყურებ და რა გრძნობაც აქვს. გული რო რაღაცნაირად რო აქ ითამაშდება და რაღაცნაირად რო ყველაფერი შეგიძლია მაგ დროს რო გააკეთო, მთებსაც რო მოწყვეტო. აი ეგ ეძებე ყოველთვის და მაგ გრძნობაში იყავ. აი ეგ არის აქ ყოფნა. აქ და ახლა ყოფნა არის ეგ. სიყვარულში ყოფნა. ძალიან გამიგზელდა საუბარი. ყავაც გამიცივდა. წავალ ახლა დავლევ ჩემ ყავას. იმედი მაქვს ჩემო სიხარულებო, რომ ჩემი საუბრით ვინმეს მაინც დავეხმარე. ეს მეხმარება მე სიმშვიდის შენარჩუნებაში. ღმათ რომ ჩავიხედო ჩემ თავში და ჩავუფიქრდე, მე ვარ თავისუფალი და ვარ კმაყოფილი იმით, რაც მაქვს. აი ეს არის ყველაფერი. ანუ ყველაფერი მაქვს. თლიან, ანუ ერთ როგორ ვთქვა, ანუ ვგრძნობ, რომ საკმარისი ვარ. ვგრძნობ, რომ მთლიანი ვარ. აი მაგას ვგრძნობ, იმიტომ რომ ეს რაღაცნაირად ნასწავლი მაქვს. შიგნიდან მოდის ეს ყველაფერი და არ ვიცი რამდენად გადმოვეცი ახლა ეს თქვენამდე რამდენად მოვიტანე, მაგრამ იმედი მაქვს, რომ რაღაცა მაინც მოვიტანე თქვენამდე და ვინმეს გამოგადგებათ ეს ჩემი რჩევები. დიდი მადლობა, რომ ისმენთ, დიდი მადლობა, რომ უკვე ამდენი ხანი ჩემ გვერდზე ხართ, მიყვარხართ ძალიან და შევეცდით.